ცუდი გამოცდილება მაქვს კი, კარგი გამოცდილება რომ მქონდეს, ვიქნებოდი ალბათ დიდხნიან ურთიერთობაში. მაგრამ ისევ ალბათ მაინც პრობლემას ყოველთვის ვეძებ, ანუ ადეკვატურად რა მინდა რომ აი ისეთი დასკვნა გამოვიტანო, რომ თუნდაც მე ვიყო დამნაშავ ვიყო, მაგრამ მე უნდა ვიცოდე და უნდა გავიაზრო, რომ მე სამომავლოდ შეცდომა არ დაუშვოდა. ხო, ყველა ურთიერთობა თითქმის იყო ჩემთვის წარუმატებელი. იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ურთიერთობა კარგად დაიწყოს, მაგრამ შენ რო ვითარდები და ვიღაც უკარო გეკაჩება, ეგ ჩემი სტილი არ არის. მე მიყვარს აქტიური ცხოვრება. მიყვარს სიახლეები, სულ რაღაც ახალს ვეძებ, ახალ შეგრძნებებს, ახალ ემოციებს, ყოველთვის რაღაც ახალ გარემოში მინდა ყოფნა. როდესაც პარტნიორი ვერ გთავაზობს ვერაფერს, მე უკვე სხვაგან ეძებ, სხვა ემოციებს ეძებ, სხვა გარემოში გინდა გასვლა, მე აქ იწყება ეჭვიანობები. ხო. ამიტომ პარტნიორიც უნდა იყოს ისეთი, რომ თვითონ გთავაზობდეს რაღაც მინიმალურს, მაგრამ მაინც შეიძლება მე რომ მსმენელი ვიყო და ვუსმენდე ჩემ თავს, ვთქვა რომ აი რა მებრძოლი. ან შეიძლება სასაცილოდ არ მეყოს, მაგრამ მე ვიცი ყოველ შემთხვევაში რაც გამოვიარა. განიერა დაგროვდა, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა ამბებში ვარ და არც თუ ისე მარტივ ამბებში და რომ ნერვიულობ ამ ყველაფერზე, ესე მარტივად არ ხდება ამ ყველაფრის აღქმა ორგანიზმისთვის. დაგროვდა და საბოლოოდ დამემართა შფოთვითი აშლილობა. 5 თვე ვიყავი სახლში ფაქტიურად, არ ვკონტაქტობდი არავისთან. მე ბოლოსკენ დამემართა სოციალურ შფოთვითი აშლილობა და ხალხთანაც საერთოდ ვერ ვკონტაქტობდი. სულ წარმოიდგინე 5 თვე ვიყავი შფოთვაში. რაღაცების მეშინოდა. რაღაც ამ ყველაფერზე რო ლაპარაკობდნენ, საერთოდ ვერ წარმომედგინა, სულ მეგონა რომ აი როგორ შეიძლება მაგ დროს ადამიანმა თავის ხელში აყვანა ჯერ ხო ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, არ არსებობს ეგეთი რაღაც. და მე რა ვისაც არ გამოუცდია ის მით უმეტეს ვერ მიხვდება, ეხლა მე რაზე ლაპარაკობ. ძალიან ცოტას ლაპარაკობენ ამ თემაზე და მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც რაღაც 1-2 სიტყვით მაინც აქვს ნათქვამი ვიდეოს სახით, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ვიჯექი და ვუყურებდი რა არის შფოთვითი აშლილობა. რატო არ უნდა მეშინოდეს, როდის გადაივლის. და ეხლა გამოვიხედა თვალებიდან, იმიტომ რომ აი კიდევ ვერ მოგიყვებით რეალურად მართლა რა გამოვიარა. ის 5 თვე ჩემთვის იყო, აი კატასტროფა უბრალოდ დილით ვიღვიძებდი და აი ღმერთს ვთხოვდი რომ ოღონდ ამ სიტუაციიდან ახლა გამოვიდე. აი ჯანმრთელობას რაც ეხება რა, აი როცა ეხება საქმე, აქამდე ესე არ ყოფილვარ. რომ აი ღმერთს ვახვეწებოდი ჯანმრთელობას, რომ აი უბრალოდ თვალებიდან გამომეხედა, გამევლო სწორ ხაზზე და მეტი არაფერი არ მინდოდა. ეხლა უფრო დავაფასე, ეხლა ცოტა ჩემთვის სხვანაირად იწყება დილა, იწყება რომ აი მე შემიძლია კარგად დანახვა, შემიძლია რომ გავიარო. სპეციალისტს მივმართე არა ფსიქოლოგს, მივმართე რომ მედიკამენტოზური კურნალობა დამეწყო და მაგ ყველაფერმა კიდევ უფრო ორმაგად ცუდად გამხადა. საბოლოოდ გამოვიდა ისე რომ მაინც საკუთარ თავთან ვიპოვე რაღაც საერთო ენა. და მგონია რომ საჭირო იყო ეგ პერიოდი. მაშინ რო ვფიქრობდი, ჩემთვის ძალიან რთული იყო იმ მომენტში იმ რეალობის გააზრება. მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან უკვე ვფიქრობ, რომ საჭირო იყო ის პერიოდიც, იმიტომ რომ ვისწავლე საკუთარი თავის მოსმენა. აქამდე ეგრე არ ვიყავი. Prime House-მა, ნუ აი პირველ სეზონს რაც შეეხება, ის საერთოდ სხვა სალომე იყო, იმას საერთოდ არც შევეხები ახლა, მაგრამ ბოლო სეზონმა რეალურად მომიტანა ის, რაც მინდოდა, რისთვისაც ვიყავი შესული, რაც მინდოდა, რომ აი ეს ნამდვილი სალომე, რომელიც ყველა სიტუაციაში პოულობს გამოსავალს და რეალურ ცხოვრებაშიც მართლა ეგრე ვარ, ყველა სიტუაციაში, რაც არ უნდა იყოს, მაინც ვიპოვი იმ რაღაცნაირ გამოსავალს, თუნდაც რთული გზა ავირჩიო. და მგონია, რომ კარგად გავუმკლავდი. ყოველ შემთხვევაში კარგად ვგრძნობდი თავს.
არ ვქონია დისკომფორტი საერთოდ ის რომ მე ჩემ თავს არ ვეკუთვნოდი ან რამის არასწორად ვაკეთებდი პირიქით. მე ვიყავი სწორი ნაბიჯებით, სწორი ემოციებით, ყველანაირად. პერიოდში ძალიან კარგად წამივიდა საქმის მხრივ. ანუ საქმის მიმართულებით ყველაფერი კარგად იყო, კომპანიებისგან შეთავაზებები, ანუ ცნობადობა ხო თავისთავად ისედაც Prime House-ში როდესაც შედიხარ, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ცნობადობა იქნება პიკში, მაგრამ შენ როგორ გამოიყენებ, მე საქმე მაგაშია. აი რაც არ უნდა გავაკეთო მაინც ცხოვრებაში, აი მანქანა ვიყიდე, სახლი ვიყიდე, რაღაცა ნივთი არ აქვს მნიშვნელობა. ხوار გამოხვალდა, ხوار ვიტყვი, რომ აი ეს ვიყიდე აქედან, შევაგროვე, იპოთეკური სესხი, მაინც ყველას ყოველთვის გონია, რომ ვიღაც ყავს და ის ვიღაც მიკეთებს ამ ყველაფერს. ზოგადი მოსაზრება ჩემ შესახებ, რომ მე თუ რამეს ვაკეთებ, აუცილებლად ვიღაც მყავს ჩემ ცხოვრებაში არის თან აუცილებლად კასი და ის მიკეთებს ყველაფერს. ეგ არის ძალიან გამაღიზიანებელი ჩემთვის, იმიტომ რომ მე მართლა ძალიან ბევრს ვაკეთებ. იმისთვის, რომ თუნდაც სახლი მქონდეს და ეს არ არის პატარა დროის მონაკვეთში არ მოხდა ეს ყველაფერი. დიდი ხანი ვგეგმავდი იმას, რომ მარტო მინდოდა გადასვლა საცხოვრებლად და კი იპოთეკით. მაგრამ მაინც დღეს ესა არ ვიცი ვინმე თუ არის ვინც პირდაპირ ყიდულობს ბინას. მანქანა პატარა ასაკიდან მყავს და ამას სვლი რაღაც 2 წელიწადში ერთხელ მაინც. და ნუ ის ცხოვრება რაც მე მაქვს ის საქმე რომ მქონდეს ეს ყველაფერი ისეთ სფეროში ვარ აი ეს რაღაცა ბლოგერი და ინფლუენსერი მოიაზრებს ამას რომ შენ მიედმოედები ყველა თემას რომელიც შენ მოგწონს მაქვს ისეთ შემოსავალი რომ შემიძლია ჩემ თავს გავუკეთო ყველაფერი დროა ვისაუბრო ნამდვილ სიყვარულზე რომელიც შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ახლა ვარ ჩეგუების პროცესში ერთად ცხოვრობთ ვეგუებით ერთმანეთს მე მგონი კარგადაც ვუგებთ უკვე და დროა გაჩვენოთ ჯერ არის ძალიან პაწაწინა ჩემი ოჯახის ახალი წევრია და მე მგონია რომ ძალიან მოწონს ჩემთან